გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოზე. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა ღვინის უნიკალური სახეობები შექმნეს. თითოეული მათგანი თავისი გემოთი და არომატით განსხვავებული და განუმეორებელია. მუკუზანი წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც სოფელ მუკუზანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამზადებენ. მუკუზანი ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოა. ის ჯერ კასრებში ძველდება და შემდეგ წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ შეიძლება მისი ბოთლებში ჩამოსხმა. მუკუზანი 15-20 ლარი ღირს. მართალია ძვირი არ არის, მაგრამ ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ქინძმარაულიც არც თუ ისე ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი ღვინოა. ის კახეთში, ყვარლის რაიონში დაკრეფილი ყურძნისგან მზადდება. ღვინის ფასი დაახლოებით 15-20 ლარია. ეს ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი არ არის, ქინძმარაული ექსპორტზე ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში გადის. კრახუნა. დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის უგემრიელესი ყურძენი კრახუნა. კრახუნა ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენია, რომლისგანაც საუკეთესო თეთრ მშრალ ღვინოს ამზადებენ. მისი ფასი 15-დან 20 ლარამდე მერყეობს. კრახუნას ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის შამპანურის და ცქრიალა ღვინის დამზადებაც შეიძლება. ახაშენი ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ის მოდის ჩუმლაყში, ახაშენში და ამ სოფლებში არსებულ მიკროზონაში. ახაშენის ფასი დაახლოებით 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს. მისი საექსპორტო არეალი ძირითადად რუსეთი და ჩინეთია. ოცხანური საფერე. ეს ღვინოც მცირე რაოდენობით იწარმოება. მას მუხის კასრებში აძველებენ და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ბოთლებში გადააქვთ. ყურძნის ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში ზესტაფონისა და ბაღდათის მიმდებარე ტერიტორიებზე მოდის. მისგან საუკეთესო ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოს ამზადებენ, რომლის საშუალო ფასი 20-30 ლარია. უნიკალური ღვინის დამზადების გარდა ოცხანურ საფერეს ასევე იყენებენ სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად და ადგილობრივი ნაკლებად შეფერილი წითელი და ზოგჯერ თეთრი ღვინოების ფერის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც იგი სავსებით გამოსადეგია. ოცხანური საფერეს სუფთა ღვინო ინტენსიური შეფერვით, საშუალო სისრულით, ჰარმონიული და სასიამოვნო გემოთი ხასიათდება. ოცხანური საფერე იმერულ წითელ ჯიშებს შორის ნათლად გამოირჩევა ღვინის მაღალი ღირსებით. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მისი ინტენსიური შეფერვით, სისრულით, სინაზით, ჰარმონიული გემოთი და სიხალისით. ტვიში თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებენ. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა ტვიში, რომელიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშს, ალპანას და საირმეს. სწორედ ამ ზონიდან მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევრად ტკბილი ღვინო, რომლის ფასი 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. სხვათა შორის ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება. ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს უნიკალურ გემოს, სადაც მას ამზადებენ.
ხვანჭკარა. ხვანჭკარა რაჭაში გავრცელებული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ყურძნის ეს ორი ჯიში რაჭაში ყველგან ხარობს, ამიტომ ხვანჭკარა იშვიათობას არ წარმოადგენს. ეს ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 40-დან 60 ლარამდეა. ქისი. ქისი ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და დაახლოებით 40-დან 50 ლარამდე ღირს. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო 6 თვის განმავლობაში ქვევში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. ქისი ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და ის ნამდვილად უნიკალურია. მუსკატი. მუსკატი 50-დან 70 ლარამდე ღირს. ეს ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში და ქართლის რეგიონებში გვხვდება, მუხრანში, ასევე გორში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უსახელოური. ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურესში ხარობს. მოიპოვება ძალიან მცირე რაოდენობით და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრად წითელი ღვინო. უსახელოური დაახლოებით 80-დან 90 ლარამდე ღირს. ბუნებრივია მისი საექსპორტო ღირებულება გაცილებით ძვირია. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც. თანაც ამ ჯიშზე ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ სტალინი მხოლოდ ამ ღვინოს სვამდა და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ნახვამდის.